უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია. ვეჯინის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსანი ვახო ხარტონიშვილი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და უმაღლეს სასწავლებელში სრულიად უფასოდ ისწავლის. მომავალ იურისტს სურს, რომ მიღებული განათლება თავის მუნიციპალიტეტს მოახმაროს. ნიჭიერი ახალგაზრდა მომავალ აბიტურიენტებს რჩევასაც აძლევს. ველოდებოდი იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ კარგი ქულები მქონდა აღებული და შესაბამისად მქონდა იმედი, რომ მოვხდებოდი. საკმაოდ დიდ დროს უთმობდი ხოლმე სწავლას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოლომდე არ უზღუდავდი საკუთარ თავს და გარე აქტივობებშიც ვიყავი ხოლმე ჩართული, მხოლოდ სწავლაზე არ ვიყავი კონცენტრირებული. ასევე წიგნებსაც, ლიტერატურასაც დიდ დროს უთმობდი ხოლმე და ვცდილობდი და საკუთარი თავი განმევითარებინა სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩემს სკოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განათლებაში და ვფიქრობ, რომ მთავარი არის მონდომება და იმის სურვილი, რომ გინდოდეს მიიღო განათლება და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სკოლაში იქნება. დიდი სურვილი მაქვს, ძალიან მინდა, რომ საკუთარ რაიონში დავბრუნდე დიახ და მაქვს მიზნად. დასახული, რომ ჩემი პროფესიით ვიმუშაო რაიონში. ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებ და ვეტყოდი, რომ ისე და ისე დიდი დრო დაუთმო საკუთარ თავს, არასოდეს არ შეესმწეთ არაფრის და ყველა მიზანი რაც აქვს დასახული, უსურვებ, რომ აუსრულო.